მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, ჩემო მაყურებლებო. გავაკეთოთ საჯარო გაშლა. გავაკეთებ გაშლას პირად ურთიერთობებზე, იმ პირად ურთიერთობებზე, ვისაც გაქვთ გარკვეული იჭვები, არის თუ არა მესამე პირი ამ ურთიერთობაში და არის თუ არა სამკუთხედი შექმნილი ხო, სასიყვარულო სამკუთხედი, ან აქვს თუ არა გრძნობები და ემოციები სხვა ადამიანის მიმართ თქვენს პარტნიორს. და ვნახოთ მოკლედ ამ საჯარო გაშლით ამ კითხვებზე პასუხი, ხო? რაც შეეხება უშუალოდ ამ გაშლაზე გადავალ, შეგახსენებთ, რომ ეს არის ზოგადი გაშლები, ვინც დაინტერესებული ხართ პირადი გაშლებით, შეგიძლიათ რომ მომმართოთ და მომწიროთ პირად შეტყობინებაში და გავაკეთებ პირად კონსულტაციებს თქვენთვის, ხოლო ეს არის ზოგადი გაშლები, საჯარო გაშლები, ხო? და ეხლა დღეს გვექნება სულ 4 ვარიანტი, 4 შესაძლო ვარიანტიდან შევარჩიეთ ერთი სასურველი ვარიანტი, კონცენტრირდით იმ ადამიანზე, ვისაც გსურთ გაშლა და აი პირველი, რომელსაც აირჩევთ ხოლმე, ის ვარიანტი დატოვეთ ხოლმე. აი ამას გირჩევთ კიდევ აქ, ხო? ინტუიციურად მოდუნდით, როგორც იცით, ხელებს და ფეხებს არ გადააჯვარდინებთ ერთმანეთს და აირჩევთ ერთ სასურველ ვარიანტს. მათ ვინც გამომიწერთ YouTube-ზე, ძალიან გამახარებთ, მინდა გითხრათ ეს. და მოკლედ დავიწყოთ გაშლა. ნახოთ, ესე იგი, რას ფიქრობს ურთიერთობაზე თქვენი პარტნიორი, არის თუ არა მესამე პირი ამ ურთიერთობაში და ზოგადი განვითარება ნახოთ ახლო პერიოდზე, ხო? მივყვეთ მოკლედ ეხლა მათ ვინც შეარჩია პირველი ვარიანტი, ფიქრები, გვაინტერესებს არის თუ არა სხვა ადამიანი და ზოგადი განვითარება. მოკლედ, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი, გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანი ვერ ჩამოყალიბებულა ურთიერთობაში, რა უნდა, როგორ უნდა, საით უნდა წავიდეს. აი როგორც პატარა ბავშვი რომ არის, რომ რაღაცა დღეს კი უნდა სიტუაცია და რაღაცა დღეს კი რაღაც უნდა, მაგრამ ხვალ რა უნდა არ იცის. დღეს ერთი რამე უნდა, ხვალ მეორე რამე უნდა და ძალიან დიდი ჩამოყალიბებლობა უჩანს ამ ადამიანს ურთიერთობაში. და თქვენთან მიმართებით ზოგადად რა, ანუ ფიქრობს, რომ ეს ურთიერთობა, ну რა ვიცი, ხა დღეს მაქვს ურთიერთობა შენთან, მაგრამ ხვალ რა იქნება ჩვენ შორის და ხვალ რა იქნება ამ მდგომარეობით, ეს მე არ ვიცი, აი უფრო ესეთი მიდგომა აქვს ამ ადამიანს, ასე რომ მისი ფიქრები არის არასტაბილური. მკითხვაზე არის თუ არა სხვა ადამიანი მის ცხოვრებაში, კი ვხედავ, რომ არის საქმე სამი პირი ნამდვილად, რომელთანაც შეიძლება ძალიან დიდი დრო არ აქვს დაწყებული ურთიერთობა, მაგრამ აი არის რა ურთიერთობა შეიძლება ზოგიერთი შემთხვევაში შეწყოს, რომ ახალი დაწყებული აქვს ამ ადამიანთან ურთიერთობა და რაღაცა ანუ ჩანს, რომ რაღაცა უნდა დაიწყოს, რაღაცა უნდა მოხდეს ამ ორ ადამიანს შორის, ხო? ასე რომ ნამდვილად იკვეთება სხვა მესამე პირი ურთიერთობაში, რომელიც აშკარად ცდილობს, რომ ჩადგეს თქვენს ურთიერთობაში. ზოგად განვითარებას სიმართლე გითხრათ, რაიმე დიდ რადიკალურ ცვლილებას ვერ ვხედავ. აი ეხლა როგორი სიტუაციაც გაქვთ, ესეც სიტუაცია იქნება. არც დიდი ახალი ძროები არ არის, არც დიდი ახალი მოქმედებები არ უჩანს ამ ადამიანს. ну აი რაც იქნება რა ამ ურთიერთობაში ესეთი მიდგომა აქვს და აქაც ესეთი სიტუაცია იკვეთება. განვითარებაში აი რამე რო გითხრათ, რომ განსაკუთრებით კარგისკენ ან განსაკუთრებით ცუდისკენ წავა რამე, არა. ესეთი სტაბილური სიტუაცია იქნება აი ამ ახლო პერიოდზე, რაც ახლა გაქვთ. რაც ну ნაკლებად დაგტოვეთ კმაყოფილს. რაც შეეხება უშუალოდ მათ ვინც აირჩიეთ მეორე ვარიანტი, მისი ფიქრები არის თუ არა მესამე პირი და ზოგადი განვითარებები. იცით როგორ არის ამ ადამიანის ფიქრები რეალურად მოტივირებული არის იმაზე, რომ დაგაკვირდეთ თქვენ, აი თქვენ რას გააკეთებთ ამ ურთიერთობაში, თქვენ რას ფიქრობთ, თითქოს უფრო მეტის მიღება უნდა თქვენგან ამ ადამიანს და არ არის მოტივირებული და მზად იმაში, რომ ამ ურთიერთობაში ჩადოს რაიმე რესურსი, რაღაცები მოიმოქმედოს, რაღაცები შეცვალოს, ანუ რაღაცა ძალიან მშვიდად და უხელობას მიყვება მდგომარეობას. არა და ბევრი რაღაც აქვს შესაძლებელი ურთიერთობაში და რაღაცები უნდა იმოქმედოს და გამოსწოროს, მაგრამ ამ ყველაფერზე არ ფიქრობს რა. აი რა ვქნა ხა ესეთი სიტუაცია და ხა მე როგორ მოვიქცე, მე როგორ მივუდგე ხლა ამ ყველაფერს, თითქოს აი სულ თავდაცვის რეჟიმში არის და სულ თავის გასამართლებელ სიტუაციას ეძებს ხოლმე ეს ადამიანი, როცა თქვენს ურთიერთობაზე ჩამოვარდება საუბარი. მესამე პირი, ну აქაც მეორე ვარიანტშიც ნამდვილად ჩანს და არის კი ადამიანი, რომელიც როგორ გითხრათ,
შეიძლება დიდი ხანი არის უკვე ამ შემთხვევაში ვიტყვი რომ არის და ვიტყვი რომ არაერთი არამედ რამოდენიმე ადამიანი შეიძლება იყოს. მათ ვინც არჩევთ მეორე ვარიანტი, შეიძლება თქვენს პარტნიორს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ფლირტი, გაპრანჭვა, გამოპრანჭვის საკითხები და მოკლედ ამ ქალებისგან იღებს ესე ვთქვათ დიდ ყურადღებას და როგორ გითხრათ, ნამდვილად არის მის ხვებაში თითქოს სულ არის ვიღაცა, ვიღაცთან მაინც უნდა კონდეს რაღაცა ურთიერთობა, კომუნიკაცია თუ მიწერა თუ მოწერა თუ აი ესეთი სიტუაციები. ზოგად განვითარებაში ვხედავ რომ მცირედ ნაბიჯებს გადმოდგავს რაღაცები შეიცვალოს და ეს პირველადი ხედვები რაც აქვს რო ხა ხო აი რაც არის ურთიერთობაში არის მცირედით შეცვლის რაღაცებს, მაგრამ ეგ მცირედითაც იმიტომ შეცვლის, რომ თვითონ იმდენად მოსწონს, რომ არაერთ არამედ რამოდენიმე ადამიანთან კონდეს ურთიერთობა, რომ არ მოისურვებს თქვენს დაკარგვას რა ურთიერთობაში. და აი ამ მდგომარეობაში რაც არის, ანუ თქვენთან ურთიერთობის შენარჩუნებაც უნდა, მაგრამ იმ სხვა ადამიანის დათმობაც არ უნდა. და პატარა ცვლილება შეიძლება მხოლოდ იმიტომ შემოიტანოს, რომ რაღაცა თქვენთან ურთიერთობა არ შეწყდეს. აი ეს არის აქ უფრო თავისი ეგო რომ დაიკმაყოფილოს. ხო, აი ესეთი რამე გამოიკვეთა რეალურად მეორე ვარიანტის შემთხვევაში. მოდი ვნახოთ მესამე ვარიანტი, ზოგადად მისი ფიქრები, არის თუ არა მესამე პირი და მოკლედ ზოგადი ისე ვთქვათ განვითარება. ფიქრები აქვს ძალიან დადებითი ამ ადამიანს თქვენთან მიმართებით და ზოგადად თქვენს ურთიერთობაზე სიამოვნებს და მოსწონს ეს ურთიერთობა, რაც არის და როგორც არის. ვერ ვხედავ იმას, რომ ეს ადამიანი ცუდად იყოს განწყობილი ან რაიმე ნეგატიური და ცუდი ფიქრები ჰქონდეს, პირიქით მოტივირებული არის იმაზე, რომ უფრო განვითარდეს ეს ურთიერთობა, უფრო მეტად კარგად გაგზავნოს თქვენს თავი და თვითონაც კარგად იგრძნობს ამ ურთიერთობაში თავი. მესამე პირს ვერ ვხედავ, რომ ამ ურთიერთობაში იყოს, ანუ არ მოდის ეს რომ აქ ვინმე სხვა იყოს. უფრო მეტად გეტყოდით, რომ ძალიან ერთგული არის ეს პიროვნება, აი მისთვის რაღაცა ეს სასიყვარულო სამკუთხედები, ანუ არ არის რა, ესა რა ვთქვათ, საინტერესო და მიუღებელიც კი არის მისთვის. რაც შეეხება ზოგადი განვითარება, ნელა და ნაბიჯ განვითარდება ეს ურთიერთობა. აი ეს სწრაფი განვითარება არ ჩანს, მაგრამ ზოგადად სიტუაციები ისე განვითარდება, როგორც აი კმაყოფილი დარჩებით, რაღაცა ისეთ მოქმედებებს განახორციელებს ეს ადამიანი, რაც თქვენ პირადად კმაყოფილს დაგტოვებთ და რაღაცა არაფერი ცუდი და ნეგატიური არ მოდის და არ იკვეთება აქ. და ბოლო მეოთხე ვარიანტი, ზოგადი მისი ფიქრები, არის თუ არა სხვა და ზოგადი განვითარება. ზოგადად ეს ადამიანი ფიქრობს, რომ გარკვეულ დათმობებზე არის წასვლა საჭირო, როგორც მისი მხრიდან, ასევე თქვენი მხრიდან აი ამ ურთიერთობაში. და არის სიტუაციები და მისი ფიქრები არის იმაზე, რომ არის მდგომარეობა, რომლებიც უნდა შეიცვალოს, რომლებიც უნდა დაალაგდეს, რომლებიც უნდა გამოსწორდეს. რაღაცა წვიმიანი სიტუაციები არ მოსწონს მოკლედ ამ ადამიანს აი ამ თქვენთან და თქვენს ურთიერთობაში. რაც შეეხება სხვა ადამიანს, ვერ ვხედავ აქ მარტო თქვენი კვეთებით, თქვენი ერთგული არის ეს ადამიანი და სხვა ადამიანისკენ და სხვა ქალისკენ არც კი იყურება ესე რა ვთქვათ. ხო? და ნამდვილად ვერ ვხედავ მესამე პირს. რაც შეეხება ზოგად განვითარებას, ცოტათი რთული პერიოდი იწყება ახლა თქვენი ურთიერთობისთვის, მაგრამ არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ შეიძლება ეს დასაწყისში რაც აღნიშნავ რაღაცები არის სიჯუტობები, დათმობებზე წასვლაც უნდა და გამოსწორებაც უნდა. ამ ყველაფერმა ახლა ერთიანად გამოიჩინოს თავი და პატარა სირთულეების გადალახვა მოუწიოს თქვენს ურთიერთობას. თუმცა ეს სირთულეები არ შეიწირავს ესე რა ვთქვათ თქვენს ურთიერთობას. განვითარების მომენტები ნამდვილად იქნება, გამოსწორების სიტუაციებიც ნამდვილად იქნება თქვენს შემთხვევაში. ანუ ვერ ვხედავ იმას, რომ აი ეს ურთიერთობა ვერ განვითარდება. პირიქით, განვითარება იქნება, უბრალოდ ეს ახლო პერიოდი იქნება ცოტათი სტრესული და აი რაც დასამუშავებელი გაქვთ პირადი ურთიერთობების ჭრილში, ხო? ორივე მხარეს აი ამ ყველაფრის დამუშავება და გავლა მოგიწევთ ერთად. ესეც იყო მეოთხე ვარიანტი. თუ გაქვთ რაიმე კითხვები, რაზეც გსურთ რომ გავაკეთო მე პირადი გაშლები, დამიწერეთ კითხვების სახით და აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს. იმედი მაქვს რომ მოგწონთ ჩემი გაშლები და წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ.